მოცვის ფოთლი. ასევე როგორც აი თუთის ფოთლები დაახლოებით იმ პროპორციით უნდა მოვამზადოთ თუთის ფოთლებიც. გარდა შაქრის დამწევისა მის მოცვის ფოთლებს კიდე აქვს შარდმდენი თვისება და ძალიან თირკმლის პრობლემების დროს ძალიან ეფექტურია. ესე იგი ქრონიკული კონიუნქტივიტების დროს როგორც დამხმარე საშუალება ეხლა ექიმის დანიშნულების პარალელურად რო შეგვიძლია მივახმაროთ ძალიან სასარგებლოა ახალი მოცვი დღეში ორჯერ 50-50 გრამი რომ მივირთვათ. ან უკვე გამხმარი, სხვათა შორის მოცვი ძალიან საინტერესო ნაყოფებია. თუ ვინმეს შეგიძენიათ და მერე გაგიხმიათ, იმდენად პატარავდება, ესე იგი, ეთყობა ძალიან დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. ისე რომ ხმელი უკვე ერთი სუფრის კოვზი უდრის 50 გრამს ახალ ნაყოფს. მხედველობასაც აუმჯობესებს. ესე იგი, მხედველობის ნერვზეც ძალიან კარგად მოქმედებს. საერთოდ მუქი ფერის მოცვის ნაყოფები წარმოგიდგენიათ, ხო? როგორც შავი ყურძენი რომ წარმოვიდგინოთ. უბრალოდ ზომით დააპატარებია. ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომ მხედველობისთვის არის პირდაპირ გამოწერილი. კონიუნქტივიტი მოგეხსენებათ, მით უმეტეს როცა ქრონიკულია. მხედველობაზეც ძალიან ცუდად მოქმედებს და ამან შეიძლება გააუმჯობესოს მხედველობაც. მეორე ერთი ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს და თავისთავად ერთი წამით ტელევიზორს გავთიშავ. თავისთავად იმუნური სისტემისთვის ძალიან კარგი იქნება ვიტამინების, თან ბუნებრივი ვიტამინების მიღება. ძალიან საინტერესო, მე თვითონ არ გამომიცდია, მაგრამ შევხვდა ლიტერატურაში ძიბლიბო ვიცით ხო რა არის? კი. ძიბლიბოს სამკურნალოდ, გარდა ექიმის დანიშნულებისა, მან და ანტიბიოტიკიანი მალამო შეიძლება დანიშნოს. გარდა მაგისა, ესე იგი, სელი უნდა ჩავყაროთ, სელის თესლებზეა ლაპარაკი, უნდა ჩავყაროთ გამთბარი სელი უნდა ჩავყაროთ ტოპსიკაში. ცოტა ზღაპარს გავს, მე არ გამომიცდია თვითონ, მაგრამ მაინც ცნობისთვის იქნებ ვინმეს აქვს გამოცდილი, მეც მაინტერესებს. აი ესეთი თბილ-თბილი უნდა მივიდოთ ტოპსიკაში მოთავსებული ძიბლიბოზე. არ ვიცი, შეიძლება აი მექანიზმზე რო ვიფიქროთ, უბრალოდ თბილის გამო სისხლის მოქცევა უფრო აქტიურდება, შეიძლება და თვითონ თვითგანკურნება ხდება, ჩვენი სისხლი არის მკურნალი, თქვათ, შეიძლება. არ ვიცი, მაგრამ მანდამაინც ხაზგასმით აი სელის, რატომ სხვა მცენარეზე არ წერია, მანდამაინც სელის თესლი.
ფარისები ქალბატონო მარიამ ერთი წუთი ბატონო თბილი გავათქო ეს ცერის თესლი ტაფაზე გავათქო და ჩავყარო მე ტოვსიკაში ხო? ხო რა თქმა უნდა აი დაახლოებით იგივეა ყურის ტკივილის დროს რომ მარილს გავაცხელებთ და მივიდებთ თქვათ სხვათა შორის ეს მარილი ალბათ ფიზიოთერაპიული რაღაცა საშუალებად გამოდგება ეს ცელის თესლი. ხო გეუბნებით, აი თქვენგან უფრო ველოდები იქნებ ვინმეს გამოუცდია ან გაუგონია. უბრალოდ საინტერესოა, მე როცა არ შემილია რაღაცის მექანიზმის ახსნა ვცდილობ სხვისი აზრით გავიგო. იქნებ ჭეშმარიტებამდე მივიდეთ. თავარია რომ კურნავს. ფარისებრი ჯიტყვალზე მახსოვს ჰიპოთირეოზის დროს და ჰიპერთირეოზის დროს მე მგონი რაღაცები ჩაგაწერინეთ. არა? კაკალზე, მწვანე კაკალი თქო 50. საჭრილი კაკალზე დიახ. კი ბატონო. და მე მანამდე ვიცოდი ეს ყვავილი რომ აქვს გრძელი, ის სანამ კაკალს გაიკეთებს. კი. ეგ თვითონ ყვავილები? დიახ, ოღონდ არ ვიცი როგორ კეთდება, უბრალოდ მსმენია. ხო, ალბათ დაახლოებით იგივენაირად. ეხლა იმდენი რეცეპტი ჩავიწერეთ უკვე რომ ზოგადად წამლების დამზადების პრინციპებს უკვე მივხვდით, ხო ასეა? კი. ესე იგი როცა თქვათ სპიტნაყენი კეთდება, სულ სხვა დოზებზეა ლაპარაკი, როცა ნახარში სხვა და როცა ნაყენი, ანუ მდუღარეს რო ასხამთ და დავაყენებთ, სულ სხვა, ხო? კარგით, რადგან კაკალზე უკვე ჩაგაწერინეთ, ძალიან სასარგებლოა და ხალხმა ეს იცის, ფეიხოა და შაქარი. 1-2-ზეა ხოლმე. ფეიხოა 1 წილი, 2 წილი შაქარი. მივიღოთ 2-3 ჩაის კოვზი დღეში 2-3ჯერ ჭამამდე. ესაა ჰიპოფუნქციის დროს, ანუ დაქვეითებული. იმიტომ რომ ფეიხოა ბევრი ბუნებრივი იოდს შეიცავს, ისევე როგორც კაკალი. და უმეტესად მაინც მთაგორიანი ქვეყანა ვართ. ჩვენი წყალი, ნიადაგი ღარიბია, მაინც შედარებით იოდით. არადა ფარისებ ჯირკვალს მოგეხსენებათ, ნორმალური მუშაობისთვის იოდის იონები ჭირდება. ამიტომ ასევე ძალიან სასარგებლოა, ისიც ბევრი იოდს და მაგნიუმს შეიცავს, ხურმა, ჩვეულებრივი ხურმა. ესე იგი, ხურმის წვენს მაგალითად რო ავიღოთ 5 ცალი ხურმა, უკვე გადამწიფებული და გამოვწუროთ წვენი. მაგას უნდა დავაბატოთ დაახლოებით 50 გრამი სუსტი არაყი. აი სახლში გამოხდილი, ან აი 20 გრადუსიანი ერთი სიტყვით. აი ჩვეულებრივი რუსული არყები არის 42 გრადუსიანი. ანუ ჭიქაში არაყს იმდენივე წყალი რო დავამატოთ, უკვე მივიღებთ 20 გრადუსიანს, ხო? ეს არის როგორც კონსერვანტი. ის ვერ შევინახავთ წვენს ისე. და უნდა მივიღოთ სუფრის კოზით 3-4ჯერ ჭამამდე. სხვათა შორის სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა კაკლის, უკვე მწიფე კაკლის ძგიდეები შიგნით.
მაგას სხვათა შორის სპირტიან სასმელებში წყრიან, ფერსაც აძლევს, ტანინებითაც ამაგრებს და რაღაცა კონიაკის მსგავს სასმელებს ღებულობენ ხოლმე. კი, ბები აკეთებდა სულ, მაგრამ ჩენჩო ხო კაკლის ლებანს რო ეძახიან. ხო, აი, არაღზე აყენა. შიგნით რო აქვს. შიგნით, რაზეც ფირფით ასავით როა, კი. რაზეც ლებნებია მიმაგრებს. უღელი ქვია მაგას. უღელი. დიდე, ხო. თავარია მივხვდეთ რაზეა ლაპარაკი. 100 გრამს გიდეს უნდა დავასხათ 9 ლიტრა არაყი, ანუ არაყი ეს 40-50 გრადუსიანზეა ლაპარაკი. უნდა დავაყენოთ 1 კვირა. 10 დღე შეიძლება სიბნელეში. და შემდეგ პაციენტის წონის მიხედვით 20-დან 40 წვეთამდე წყალში გახსნილი. უნდა მივიღოთ 2-3 ჯერ დღეში 3-4 თვე მკურნალობა. ასევე ძალიან სასარგებლოა ლამინარია, ზღვის კომპოსტო. ამაზეც კონმაში ვილაპარაკეთ, უბრალოდ იყიდება კონსერვები და ძალიან სასარგებლოა. ეს იოდისთვის არის კარგი ეს კაკლისის. დიახ. ბუნებრივი იოდი უფრო ადვილად შეითვისება. მე მაგალითად რომ ნახულობ რეცეპტს იგივე Facebook-ზე ძალიან ხშირად არის იოდის რამდენიმე წვეთი გავხსნა წყალში. ეს ქიმიური იოდზეა რა ლაპარაკი. ჩვეულებრივი ჭრილობებისთვის რო ხმარო. ნამდვილად არ არის სასურველი, მეგობრებო, არ შეცდეთ, არ დალიოთ ეგეთი იოდი. მოდით ახლა 1-2 რეცეპტი ვენების